ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი, თავისი განსაკუთრებული ღვინის სახეობებით ღვინის რუკაზე მოინიშნა. რეგიონში მეღვინეობის უძველესი კვალი გაცოცხლდა და ბოლნისური ღვინო მაღალხარისხიანი ქართული ღვინის მარათონს დაუბრუნდა. ღვინის გზას ქართულ გერმანულ ღვინის სახლში მივყავართ, სადაც ბოლნისური ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. გზამკვლევის მიზანია ბოლნისის როგორც ღვინის რეგიონის ისტორიისა და ტრადიციების წარმოჩენა. ღვინის გზამკვლევი მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენს გზამკვლევში აღწერილია როგორ ვითარდებოდა ბოლნისში უკანასკნელ პერიოდში მეღვინეობა და მინდა გითხრათ რომ მეღვინეობა ისე განვითარდა რომ ჩვენ გავხდით ღირსი რომ საქართველოს ღვინის რუკაზე აღმოჩენილი ყავით და დღეს ღვინო ბოლნისი არის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი გენომური თვისებებით, თავისი თვითონ რეგიონი განსაკუთრებულია და კლიმატი განსაკუთრებულია. ჩვენი ადგილწარმოშობის ღვინოები უკვე ევროპის ასპარეზზეა და მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული და რითიც ჩვენ ვამაყობთ. წიგნის პრეზენტაცია ნამდვილ კულტურულ დღესასწაულად იქცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეღვინეები, სომელიები, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები და ხელისუფლების წარმომადგენლები. გზამკვლევს თან ახლავს ქალაქ ბოლნისის ღვინის რუკა, რომელზეც 32 ბოლნისური მარანია დატანილი. გზამკვლევში მოხვდა ღვინო ავინოც. ბრენდის ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც არტურ აკოპიანმა მეღვინეობაში ჩართვა გადაწყვიტა. ავინოს ასორტიმენტში არ რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, საფერავი, ქისი, თავკვერი და ჩინური. ღვინოს, მაგრამ გასაღების ბაზა რო გჭირდება, მარკეტინგი არის საჭირო და ამ თემაში, ესე იგი, ჩართულები ვართ ამ გზამკვლევარის პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ღვინის წარმოება ერთი არის ხარისხიანი ღვინის, მე ამ ღვინის გაყიდვა აუდიტორიისთვის გაცნობა სხვა თემა არის და ამაში გვეხმარება ზუსტად ეს გზამკვლევარი, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, რომელიც უდიდესი შრომაა ჩადებული. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ვართ პრეზენტაციაზე, ბოლნური ღვინის გზამკვლევის პრეზენტაციაზე. გზამკვლევი, სადაც აღნიშნული არის თითოეული მარანი, თითოეული ვენახი და თითოეული მარჯვენა ადამიანის, ვინც აი ამ საქმიანობით არის დაკავებული და ვფიქრობთ, რომ უკვე ბოლნისი იქცა რეგიონში ღვინის ტურიზმის ცენტრად. გამოცემაზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო. პუბლიკაცია მნიშვნელოვანია ბოლნისის მეღვინეობის პოპულარიზაციისა და ადგილწარმოშობის ღვინის ცნობადობის ამაღლებისათვის. პირველი შემთხვევა, როდესაც გამოვეცით გამოცემა, რომელიც არის მიძღვნილი ერთი კონკრეტული მხარისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლნისს გააჩნია ძალიან დიდი კულტურა, ღვინის ტრადიციები და ისტორია, სწორედ ეს იყო მთავარი გადაწყვეტილება და მიზეზიც, რის გამოც ეს გამოცემა გამოიცა და ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ აქაური მეღვინეობა უკვე ძალიან კარგ საფეხურზეა და ძალიან ბევრი საინტერესო ნიმუშის დაგემოვნება შეუძლია თითოეულ ადამიანს, რომელიც აქ ჩამობრძანდება. ღვინით გაცოცხლებული ისტორია ბოლნისში 2018 წლიდან იწყება, როცა ბოლნისური მეღვინეობის მხარდასაჭერად სოციალური პასუხისმგებლობა სამთო მომპოვებელმა კომპანიამ RMG-მა აიღო. ღვინის გზამკვლევი სწორედ RMG-ს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. აღნიშნული გზამკვლევი არ არის მხოლოდ საინფორმაციო ბროშურა, ის აერთიანებს ბოლნისური ღვინის კულტურას, ტრადიციებს, გემოს და რა თქმა უნდა მომავლის იმედს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ, რომლის შედეგებმაც გადაგვიყვანა საერთოდ სხვა ეტაპზე და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს ბოლნისური ღვინოებს და ბოლნისში ღვინის ტურიზმის განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ ხარი დაუჭიროთ აღნიშნულ სეგმენტს და ხელი შეუწყოთ მის პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბოლნისელ მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ მალე მათი ღვინო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო პოპულარული გახდება და საკადრის ნიშას დაიკავებს.